ოდესმე გიფიქრიათ, თუ რამდენად სწრაფად შეუძლია თქვენ საყვარელ ავტომობილს გაფრენა. ამ თუ იცოდით, რომ ჩვენი საოცნებო სუპერკარები ტრასების გარეთ ისეთ სიმაღლეებს იპყრობენ, რომ გამოცდილ მთასვლებსაც კი აკვირვებენ. ნათქვამია, ადამიანების შესაძლებლობები უსაზღვროა და დაგვიჯერეთ ჩვენი დღევანდელი ვიდეო დაგარწმუნებთ, რომ იმავეს თქმა ავტომობილებსაც თანამოდ შეგიძლიათ. ამ ვიდეოში ყველაზე გიჟური და საინტერესო რეკორდების შესახებ მოგიყვებით, რომელთა მთავარი შემოქმედები სწორედ თქვენ მიერ გაღმერთებული ავტომობილები არიან. ამ კადრების ნახვის შემდეგ ისინი აუცილებლად მეტად შეგიყვარდებათ. ყველაზე გამძლე ავტომობილი. რომელი ავტომწარმოებელი გახსენდებათ პირველი გამძლეობასა და სანდოობაზე? თუ ძველი სკოლის მოდელებს კარგად იცნობთ, პირველი გონებაში გერმანული ავტოინდუსტრია მოგიტივტივდებათ. და ვინ თუ არა მისი ღირსეული წარმომადგენელი, Mercedes-Benz. დღევანდელ ვიდეოს სწორედ გერმანული სკოლის გიგანტით და მისი ლეგენდარული მანქანით 190 E-Cosworth-ით გავხსნით. წრიული რბოლების რისხვა, მსოფლიო რეკორდსმენი, რომელმაც გერმანული ძარიანი ავტომობილების ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო პაექრობა შემოგთავაზა. Mercedes-ის და Cosworth-ის მთავარი დანიშნულება სწორედ ავტოსპორტში მწვერვალების დაპყრობა გახდათ. მისი 4-ცილინდრიანი მაღალბრუნიანი ძრავის გათვალისწინებით ეს რთული არ უნდა ყოფილიყო. თუმცა რა მოხდება თუ გეტყვით, რომ ამ მანქანას სარბოლო რეკორდებთან ერთად გამძლეობის რეკორდიც აქვს დამყარებული. ისტორია იტალიაში ნარდოს ლეგენდარულ ტრეკზე დაიწერა. რეკორდების დასამყარებლად Mercedes-მა მანქანის მოწყობაში ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა. უკუსვლის სისტემა საერთოდ გააუქმა და მეხუთე სიჩქარის გადაცემა დააგრძელა. შედეგად ავტომობილი 250 კმ/სთ 6000 ბრუნზე აღწევდა. საბოლოოდ მივიღეთ ის, რამაც მთელი ავტოსამყარო გააოცა. მოდელმა სულ რაღაც 9 დღეში 50000 კმ დაფარა, რა დროსაც დაუკვირდით, საშუალო სიჩქარე 242 კმ/სთ გახდათ. რეკორდული გარბენის დროს სამივე ავტომობილს ჯამში 18 პილოტი მართავდა, რომლებიც ერთმანეთს ყოველ 150 წუთში ენაცვლებოდნენ. ცვლილებებისას შეჩერებების მაქსიმალური დრო 20 წამი იყო. ამავდროულად, ყოველ 8500 კილომეტრში უკანა, ყოველ 17000 კილომეტრში კი წინა საბურავები იცვლებოდა. სამივე Cosworth-მა Mercedes-ის მიერ დასახული გეგმა სრული წარმატებით შეასრულა. მას შემდეგ კი მსგავსი რამ არც ერთ მწარმოებელს გაუმეორებია. ლინკოლნის ტრამპლინის რეკორდი. ვერ დაგპირდებით, რომ ლინკოლნის ეს რეკორდი ისეთივე საიმედო იქნება, როგორიც Cosworth-ის, მაგრამ ის ექსტრემის გარანტირებულ შეგრძნებას ნამდვილად პირდება. ასე რომ ჯობს ლინკოლნის საჭეს კარგად მოეჭიდოთ და მსოფლიოში ყველაზე მაღალი ნახტომისთვის მოემზადოთ. ოღონდ პარაშუტით, რადგან ბოლოს მდინარეში აღმოჩნდებით. ეს ის შემთხვევაა, როდესაც წარუმატებლობა გვერდზე უნდა გადავდოთ და ლინკოლნსა და მის თავზე ხელაღებულ პილოტს განბედაობა დავუფაცოთ. მათ ისტორიაში შემოუნახეს კადრები, რომლებსაც მომდევნო თაობები მრავალჯერ გადაახვევენ. ეს ლინკოლნ MKS-ია, სიმდიდრისა და წარმადობის ნაზავი, რომელიც მოულოდნელად სასიკვდილო ტრიუკის მონაწილედ იქცა. ძნელი წარმოსადგენია და მანქანას, რომელიც ნაკლებად შესაფერისია ფრენისთვის, რეაქტიული ძრავა და კარებზე სტაბილიზატორი ფრთები დაუყენეს. დიახ, არ მოგესმათ, ფრთები ლინკოლნზე. თავდაპირველი გეგმა განსაზღვრული იყო. მანქანას 1,6 კილომეტრი 427 მეტრიანი ტრამპლინიდან აღტომის შემდეგ უნდა ეფრინა. უამინდობის გამო პირველმა პილოტმა ტრიუკზე უარი თქვა. ამ დროს ლინკოლნს ახალი რაინდი გამოუჩნდა. ეს კენი პაუერსი იყო, უშიშარი კასკადიორი, რომელსაც კანადიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში მანქანით გადაფრენის იდეა ძალიან ხიბლავდა. სამწუხაროდ, ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წარიმართა. როდესაც პაუერსი რეკორდის დასამყარებლად მიქროდა, ავტომობილის კარბონის კორპუსი დაიბზარა და მანქანამ უკონტროლო რყევა დაიწყო. ტრამპლინიდან კონტაქტისას ავტომობილი მხოლოდ 290 კმ/სთ ავითარებდა. მაშინ, როდესაც 420 კმ/სთ-ისთვის უნდა მიეღწია. ამ სიჩქარით ლინკოლნი ტრასასაც ძლივს გასცდა. ნახტომის სულ რაღაც 9 წამს გაგრძელდა. რა დროსაც ავტომობილმა მხოლოდ 154 მეტრი ეფრინა. შემდეგ დაიშალა და პარაშუტით მდინარის მიმართულებით დაეშვა.
წარუმატებლობების სერია ამით არ დასრულებულა. პარაშუტებიდან ერთი დროულად არ გაიხსნა. ავტომობილი კი წყალში ცუდი მიმართულებით ჩავარდა. ლინკოლნი დაიშალა. პილოტმა ხერხემალი დაიზიანა. 5 წლიანი დაგეგმვისა და მილიონობით დოლარის დახარჯვის შემდეგ ტრიუკი სრული მარცხი დასრულდა. მაგრამ დღემდე მსგავსი შედეგის მიღწევა აღარავის უცდია. ყველაზე დაბალი წვის რეკორდი. გამძლეობა და სანდოობა რომ მნიშვნელოვანია, ამაზე ყველა ვთანხმდებით. თუმცა მაშინ, როდესაც საწვავის ფასები რეკორდული სისწრაფით იზრდება, პირველი, რასაც რიგითი მომხმარებელი იწყებს, საკუთარ ჯიბეზე ზრუნვა. ხოდა რა გასაკვირია, რომ ახალი ავტომობილების ბაზარიც ჰიბრიდებმა წალეგეს. ახლა ელექტრომობილებიც გაჩნდნენ და ვინ იცის, საით მივექანებით. თუმცა მანამ, სანამ ავტოინდუსტრიას ჰიბრიდები დაიპყრობდნენ, აუდიმ ჯერ კიდევ 2000 წელს 3 ლიტრიანი ავტომობილი შექმნა. და ამაში მის მოცულობას არ გულისხმობთ. აუდის მაშინ მხოლოდ ერთი სურვილი ამოძრავებდა. შეექმნა ავტომობილი, რომელიც 100 კილომეტრზე 3 ლიტრ დიზელზე ნაკლებს დაწვავდა. ამ საქმისთვის კი ასპარეზზე A2 გამოჩნდა. მთავარი აქცენტი ეკონომიურობაზე გააკეთეს. ყველა ხვდებოდა, რომ ეს მოდელი თავისი ვიზუალით დიდად ვერავის მოხიბლავდა. ალუმინის ძარა, სულ რამდენიმე ცალ-რკინის დეტალი, თავისი დროისთვის ყველაზე დაბალი წინაღობის მაჩვენებელი და ვუალა! 895 კილოგრამიანი აუდიც დაიბადა. აუდიმ თავის ისტორიაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მახინჯი მოდელი 1.2 ლიტრიანი ძრავით აღჭურვა, რომელიც სულ რაღაც 60 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. თუმცა გერმანელებს ეს არ აკმაყოფილებდათ. ნამუზე ცხელი აიღეს და მანქანას ეკო რეჟიმი დაუყენეს, რომელიც წარმადობას 40 ცხენის ძალამდე ამცირებდა. ხოლო დაღმართზე მოძრაობისას ზრავამთლიანად ითიშებოდა. 2003 წლის ნორდიკ ეკორანის გარბენზე აუდიმ საწვავის მოხმარების რეკორდი მოხსნა 100 კილომეტრზე 2.62 ლიტრი დიზელის დაწვით. აუდი A2-მა ყველაზე ეკონომიური ავტომობილის სტატუსი დაიმსახურა. თუმცა წლები გადის და რეკორდებიც ემხობა. რამდენიმე თვის წინ აუდის შედეგი ჰიბრიდმა გააუმჯობესა. გინესის მსოფლიო რეკორდის ახალი მფლობელი Toyota Prius LE გახლავთ. ავტომობილი, რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთ სანაპიროდან აღმოსავლეთ სანაპირომდე გადაადგილებისას 100 კილომეტრზე საშუალოდ მხოლოდ 2.5 ლიტრის საწვავი მოიხმარა. მაგრამ ეს არაფერი. ტრადიციულ ავტომობილებს თუ დავუბრუნდებით, ვირგვინი კვლავ აუდის ადგას. ყველაზე სწრაფი დრიფტი ისტორიაში. 2016 წლის 3 მარტი. არაბთა გაერთიანებული საამიროები და ალ-ფუჯაირას საერთაშორისო აეროპორტი. ადგილი, სადაც ისტორიის დასაწერად Nissan GT-R ემზადება. იმისთვის, რომ წახვიდეთ მარჯვნივ, მოუხვიეთ მარცხნივ და მსოფლიო რეკორდსაც ხელს გავაკეთებთ. ასე უხსნის დოქტორი ჰადსონი ელვა მაკკვინს დრიფტის არსს. ავტოსპორტის სახეობას, რომელიც ბევრს, რაც უფრო სწრაფია, მით უფრო უყვარს. ვერც გავამტყუნებთ. თქვენ წინაშე Nissan GT-R-ია. საჭესთან კი მასატო კავაბატაზის, რომელიც სულ რამდენიმე წუთში ყველას გააოცებს და წარმოუდგენელი სიჩქარით 1380 ცხენის ძალის მოტოქვა შეეცდება. თუმცა ეს მხოლოდ საჭის კონტროლი არაა. ეს არის წარმოუდგენელ სიჩქარეზე იდეალური დრიფტის შენარჩუნების მცდელობა. ასე და ამგვარად, მოდით კვლავ საამიროებს დავუბრუნდეთ, სადაც კავაბატა გინესის რეკორდის დამყარებასთან ერთად ფიზიკის კანონებსაც ამარცხებს და 305 კმ/სთ 30 გრადუსიანი კუთხით 30 ჯერ ცურდება. ეს არის კონტროლის, სიზუსტისა და უნარების უნაკლო ნაზავი. რის გაკეთებაც მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ. შეძლებს ვინმე ამ რეკორდის დამხობას. რთული სათქმელია. და ლაიქი. და კომენტარი. და რაც ყველაზე მთავარია. გამოიწერე. ყველაზე სწრაფი სერიული მანქანა. დიდრული, სწრაფი და გამაოგნებელი სტილი. რა გახსენდებათ? რა თქმა უნდა, ბუგატი და მისი ლეგენდარული მოდელი შირონი. შირონმა 2019 წელს მსოფლიო შოქში ჩააგდო და ყველას დაუმტკიცა, რომ უსწრაფესია. სპეციალური ვერსია, რომელიც შირონ სუპერ სპორტ 300 პლუსის სახელითაა ცნობილი, ბუგატიმ საზღვრების გარღვევისთვისაც შექმნა.
ეს საზღვრები კი ბუგატის შემთხვევაში სულ სიჩქარის რეკორდს ეხება. ყველაფერი 2019 წლის 2 აგვისტოს დაიწყო. მაშინ, როდესაც ბუგატი დათანხმდა იმას, რასაც ბევრი ალბათ საკუთარ თავზე ვერ აიღებდა. გამოცდილი ტესტ დრაივერის ენდი უელსის დახმარებით, შირონმა 490 კმ/სთ მიაღწია და პირველი მასობრივი წარმოების ავტომობილი გახდა, რომელმაც 480 კმ/სთ-იანი ბარიერი გაარღვია. 8 ლიტრიანი 4 მაგი ტურბო დაბერვის მქონე W16 ძრავა 1578 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. თუმცა ეს რეკორდი მხოლოდ ამ მონაცემების დამსახურება არ ყოფილა. შირონის მიღწევაში მნიშვნელოვანი როლი ავტომობილის აეროდინამიკამ, კარბონის მსუბუქმა კორპუსმა და რა თქმა უნდა პილოტმა ითამაშა. 490 კმ/სთ-ის მაქსიმალური სიჩქარე ავტოინდუსტრიის ისტორიაში ოქროს ასოებით უკვე ჩაიწერა, თუმცა ბუგატი გაჩერებას არ აპირებს. მის მთავარ მიზნათაც ხომ ბოლო დროს რეკორდების დამხობა იქცა. ვინ იცის, რას უნდა ველოდოთ შემდეგში? განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს კომპანია რიმაცისთან გაერთიანდა. Bugatti Rimac. Mobil 1-ის რეკორდი. ამ ისტორიის მთავარი გმირი ენთუზიასტ არჩეული ბრენდი BMW-ა. ამ კომპანიის მანქანებს ხომ ყველა სპორტული ხასიათით ვიცნობთ. თუმცა წარმოიდგენდით, რომ თქვენ საყვარელ მოდელს 1.5 მილიონ კილომეტრზე მეტის დაფარვა შეეძლო. თანაც ეს ისე, რომ მის აგრეგატებს მნიშვნელოვანი წვეთა არ მიუღია. ყველაფერი 1990 წლის BMW 325-მა მოახერხა. მანქანამ, რომელსაც დღეს გზებზე იმაზე მეტი მამაკაცი აყოლებს თვალს, ვიდრე 90-იანების ნებისმიერ სუპერმოდელს. ეს რეკორდი ერთი საინტერესო ექსპერიმენტის ნაწილი გახდათ, რომლის განმავლობაშიც BMW ერთი ადგილიდან არც კი დაძრულა. და მოდი, აქვე გეტყვით. ამ ექსპერიმენტის მთავარი მიზანი არა BMW-ს გამძლეობის ტესტირება, არამედ Mobil Oil-ის ზეთის ხარისხის შემოწმება გახდათ. მას რატომ აირჩია Mobil Oil-მა დედამიწაზე ასეთი ძვირადღირებული მანქანა მილიონი მილის ტესტისთვის? მოდით, აქაც სიმართლე ვთქვათ. თქვენს დაფიქრდით, რა შეაწყობდა კომპანიას გამოეყენებინა მანქანა, რომელიც შუა გზაში გაფუჭდებოდა. ასე რომ არჩევანი ბევრად სანდო და დახვეწილ BMW-ზე შეარჩია და მოდით ვაღიაროთ ექსპერიმენტის საინტერესოსთან ერთად ესთეტიკურიც გამოუვიდა. ტესტირების შესახებაც დაწვრილებით მოგიყვებით. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ Mobil 1-მა ჯერ ჩვენს საყვარელ BMW-ს საჯარო გზებზე 1000 კმ-ზე მეტი არ ბენინა და შემდეგ კი საცდელ კურთხლად თავის ქარხანაში მთელი 4 წლით გამოკეტა. გამოკეტვამდე მანქანის ძრავაში Mobil 1-ის სინთეზური ზეთი ჩაასხა და ბრუნავ ბორბლებზე საწამებლად შეაყენა. სრული 4 წლის განმავლობაში გაჩერებული BMW 24/7-ზე მოძრავ რეჟიმში ხავდათ. ასე დაიწერა ისტორია მსოფლიოში ყველაზე გრძელი და მოსაწყენი მოგზაურობის შესახებ. კი მაგრამ, რა მოუვიდა ძრავას 1,5 მილიონ კილომეტრის გავლის შემდეგ? ამის გასარკვევად, ინჟინრებმა ძრავა ნაწილებად დაშალეს და ნახეს, რომ აგრეგატის შიგნეულობა კვლავ საოცარ მდგომარეობაში იყო. ნაწილებს წვეთა მინიმალურად აღენიშნებოდა. ასე რომ ჩვენი საყვარელი BMW ამ საშინელ ექსპერიმენტს კი არ გადაურჩა, პირიქით, გოლიათზე თავად გაიმარჯვა. ყველაზე მაღალი გარბენის მქონე ავტომობილი. იმედი მაქვს, ავტომობილის მართვას იქამდე შევძლებ, სანამ ჩემგან აღარაფერი დარჩება. ეს სიტყვები ირვ გორდონს ეკუთვნის. ადამიანს, რომელმაც ერთი ავტომობილით 5 მილიონ კილომეტრზე მეტი გაიარა. და არა, გორდონი ამისთვის არც ტესლას მსგავსად კოსმოსში გაფრენილა. მან ეს ყველაფერი ჩვენთან, აქვე, დედამიწაზე მოახერხა. ამ ლეგენდარულ მოგზაურობაში მისი უცვლელი თანამგზავრი კი საიმედოობისა და გამძლეობის სახე Volvo გახლდათ. Volvo P1800-ისა და გორდონის ისტორია 1966 წლიდან იწყება. მაშინ, როდესაც სკოლის მასწავლებელმა $4150 საუკეთესო მეგობარი შეიძინა. 1987 წლისთვის გორდონს უკვე 1,5 მილიონზე მეტი კილომეტრი ჰქონდა გავლილი, რის აღსანიშნავადაც მას კომპანიამ ახალი 780 კუპე გადასცა. გავიდა რამდენიმე წელი, Volvo-ს ოდომეტრმა 4.8 მილიონ კილომეტრს გადააჭარბა და გორდონმა ახლა უკვე საჩუქრად XC60 მიიღო. თუმცა საჩუქრებს მისთვის არაფერი შეუცვლია.
კვლავ თავისი P1800-ის მართვა განაგრძოდა, ნელ-ნელა რეკორდებიც დაამხო. ლოგიკური კითხვაც გაგიჩნდებათ, რომელი ძრავა უძლებდა ამ ყველაფერს. Volvo თავის რეკორდსმენ მოდელში B18 ძრავას იყენებდა. 1.8 ლიტრიან აგრეგატს, 4 ცილინდრი და Weber-ის 2 კარბურატორი ჰქონდა და 115 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ამ წლების განმავლობაში ფლობელს ძრავის ორჯერ გადაკეთება დასჭირდა, მაგრამ როგორც იხსენებდა, მას არასდროს არანაირ პირობებში არ უღალატია. სამწუხაროდ ირვ გორდონი 2018 წელს 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ერთგული მეგობარი კი კლავინდებურ ფორმაშია. იცოდით რომ სოფლიოში ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილის სტატუსი Toyota Corolla-ს ეკუთვნის. თუ ჩვენს პორტალს სტუმრობთ ხოლმე, მაშინ ეს ფაქტი თქვენთვის სიახლე არ უნდა ყოფილიყო. ეს Toyota Corolla, მოდელი, რომელმაც 1966 წლის დებიუტის შემდეგ ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილის ტიტული მოიპოვა და წლებია მას ართმობს. კომპანიამ მოდელის 50 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაყიდა, რაც მარტივი საქმე ნამდვილად არ უნდა იყოს. მაგრამ საინტერესოა თუ რა ხდის ამ კომპაქტურ სედანს ასეთ პოპულარულს. თბილისის ქუჩებიდან კალიფორნიის მაგისტრალამდე Corolla-ს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის გზებზე შეხვდებით. ეს არის მანქანა, რომელიც სცდება საზღვრებს, კულტურებსა და თაობებს, მაგრამ რა არის მისი წარმატების საიდუმლო? 1966 წელს იაპონურ ავტომწარმოებელს ერთი მიზანი ამოძრავებდა. შეიქმნა ხელმისაწვდომის სანდო და ეკონომიური ავტომობილი. საწვავის კრიზისის პერიოდში ასეთ მანქანაზე დიდი მოთხოვნა იქმნებოდა. ასე შეიქმნა Corolla, რომელიც ყოველდღიური მოხმარებისთვის საიმედო ავტომობილის ძიებისას ბრძოლების მთავარი რჩეულია. 1966 წლიდან 2018 წლამდე Toyota-მ სულ 12 თაობა გამოუშვა. ყველა მათგანი გამძლეობით, ეკონომიურობითა და სისაყვარლით გამოირჩევა. ყველაზე მაღალი წერტილი, სადაც მანქანა ოდესმე ასულა. ჯერ კიდევ 2020 წელს, მაშინ როდესაც Mercedes-Benz Unimox-ი ზღვის დონიდან 6694 მეტრის დაპყრობაზე იმობდა, ბევრი ვერც წარმოიდგენდა, რომ მისი სიხარული ასეთი ხანმოკლე აღმოჩნდებოდა. Mercedes-თან დუელში ჩასართავად კიდევ ერთი გერმანული გიგანტი ემზადებოდა. ეს მონსტრი Porsche გახლდათ, ხოლო მოდელი, რომელმაც ახალი სიმაღლეები დალაშქრა, არა Cayenne, არამედ ყველასთვის სანატრელი 911-ია. თქვენს წინაშე სიმაღლეების დაპყრობაში მსოფლიო რეკორდსმენი 911-ია, რომელიც Carrera 400-ზეა დაფუძნებული. 2023 წლის დეკემბერში ორი მომზადებული Porsche, მეცახელად Dorisi და Edith, გზას დაადგნენ და ზღვის დონიდან 6734 მეტრზე აღმოჩნდნენ. მათ სულ ცოტა დააკლდათ და ალბათ ევერესტსაც დაიპყრობდნენ. Dorisისა და Edith-ის მოგზაურობამ, რომელსაც ლემანის 24 საათიანი რბოლის გამარჯვებული რომენ დიუმათი ხელმძღვანელობდა, 2 კვირას გასტანა. 14 დღის გავლის შემდეგ ნანატრი ფინიშიც გამოჩნდა და ნაომარმა ოფროუდ Porsche-ებმა მსოფლიო რეკორდსმენების ტიტულიც მოიპოვეს. ახალი მსოფლიო რეკორდი ჩილეში, ოხოს დელ სალადოს ვულკანის ქედის მწვერვალზე, Mercedes-ის შედეგიდან სულ რაღაც 3 წელიწადში დაფიქსირდა. რა თქმა უნდა, ეს გზა თქვენთვის კარგად ნაცნობ 911-ებს არ გაუვლიათ. რეკორდსმენი Porsche-ები სტანდარტულებთან შედარებით მოდიფიცირებული გახდათ. მათი 3 ლიტრიანი 6 ცილინდრიანი ბოქსერი ძრავა 453 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა და 100 კილომეტრზე 10.2 ლიტრ საწვავს მოიხმარდა. ყველაზე მძიმე და მსუბუქი ავტომობილები. ზონა დღეს ისეთი აქტუალური საკითხია, როგორც არასდროს. ის როგორც ადამიანებს, ისე მანქანებსაც აწუხებთ. წლები გადის და ჩვენთან ერთად გაბარიტებში მანქანებიც იზრდება. ერთი ტაიპივას დალებდა კაცი გაშრაყელია. მე პატეჟებთ. ისე ძალიან მასუკებს ეგუხე. მაშ, ამიტომ ზოგისთვის ტკბილი, ზოგისთვის კი წარეთემა ბოლოსთვის შემოვინახეთ. რა იცით, სოფლიოში ყველაზე მძიმე სერიული ავტომობილის შესახებ? თუ არაფერი, ჩვენ მოგახსენებთ. შესაძლოა არ გაგიკვირდეთ, რომ ის რუსეთში საბჭოთა კავშირის პერიოდშია წარმოებული.
აი ეს უმძიმესი ლიმუზინი საბჭოთა გადმონაშთივითაა და ისე შეგრძნებას აჩენს, რომ ის ლეგენდარული ჰიმნი უნდა გესმილდეს. თუცე ახარ გიგა გამორთე რა. ნაშორე ჩახში. რამე არ გადაგვედოს თუცე ნახე. ბიჭოს. დაუბრუნდეთ ჩვენ ჯარც. აი ზილი 41.047-ია. ლიმუზინი, რომლის შესახებაც დარწმუნებით ისიც არ ვიცი თუ რამდენი იწარმოებოდა. თუმცა გეტყვით, რომ მასზე მძიმე საავტომობილო ისტორიაში არაფერი შექმნილა. მისი სტანდარტული ვერსიები დაახლოებით 3500 კილოგრამს იწონიდა. ამ შეჯავშნული ვერსიის წონა კი 6 ტონას აღწევდა. დაუდასტურებელია, თუმცა გინესის რეკორდების ორგანიზაცია ირწმუნება, რომ ყოველწლიურად კომპანია 2-3 ასეთ ავტომობილს უშვებდა. სხვა წყაროების მიხედვით კი ის ჯამში სულ 3 ეგზემპლარად არსებობდა. გაიგე ახლა სიმართლე. პროპაგანდა. არ გაგიკვირდება და ამ შეჯავშნული და უმძიმესი ლიმუზინებით საბჭოთა კავშირის ლიდერები გადაადგილდებოდნენ. მათ შორის იყო გორბაჩოვი, რომელიც ამ მოდელს 1991 წლის დეკემბრამდე იყენებდა. მოდელის საბაზისო ვერსია 7.7 ლიტრიან ბირვაძრავით იყო აღჭურვილი და 315 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. თუმცა დრონი მეფობენ და არა მეფენიო. საბჭოეთით ჩამოიშალა და 2000-იანებში მსოფლიოს უმძიმესი ლიმუზინით დავიწყებას მიეცა. რატომღაც რუსული რეკორდის სიმსუბუქესთან და დადებითთან რომ ყოფილიყო ასოცირებული. ახლა კი კონტრასტულად ყველაზე მცირე წონიანი მანქანა განვიხილოთ, რომელიც აი ამ ვიდეოდან უნდა გახსოვდეთ. მის დიზაინს მხოლოდ და მხოლოდ ის წონითი კატეგორია განაპირობებს, რომელშიც ეს უწყინარი P50 იბრძვის. ყველაზე მსუბუქი ავტომობილი, რომელიც ოდესმე წარმოებაში ჩაშვებულა. ეს წითელი ერთმგზავრიანი მოდელი სათამაშო მანქანა არ გეგონოთ. ეს რეალური მანქანაა, რომელიც სულ რაღაც 59 კილოგრამს იწონის. 1.37 მეტრის სიგრძისა და 1 მეტრამდე სიგანისაა. ამიტომაც მასში მხოლოდ ერთი ადამიანი ედება. ისიც უხერხულობ, მაგრამ თუ ხალხთან სიახლოვეც არ ხიბლავს და არც ვინმეს დამგზავრების იდეა მოგწონთ, მაშინ ეს მოდელი ნამდვილად თქვენთვისაა. დაგვიჯერეთ ამ ავტომობილით. სადმე თავის გაყვანას ნამდვილად არავინ მოგთხოვთ. და თქვენ რომელი რეკორდი დაგამახსოვრდათ დღევანდელი ვიდეოდან, რომელს ჩაამატებდით ჩვენს სიას. გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.